რაც მეტი გავიდა, მას შემდეგ რაც ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე შიმშილობის დაწყების შესახებ განაცხადა, ამ დროისთვის კი რუსთაველის გამზირი არის გადაკეტილი, მოქალაქეები, რომლებიც ყოველდღიურად იკრიბებიან პარლამენტის შენობის წინ. ივანიშვილის ეგრეთ წოდებული მთავრობის ანტიდემოკრატიული რეპრესიული პოლიტიკის გასაპროტესტებლად დღეს აქ მოვიდნენ, მათ შორის სწორედ ელენე ხოშტარიასთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად და იმ გადაწყვეტილების მხარდასაჭერად, რომლითაც ოპოზიციონერი ლიდერი გეგმავს დაეხმაროს ქართველი ხალხის ბრძოლას საბოლოო მიზნის მიღწევაში. ხოშტარიამ როგორც უკვე აღინიშნა, თქვა რომ ის ივანიშვილის ეგრეთ წოდებული მთავრობის შეცვლის ერთადერთ გზად ახლა ხედავს რევოლუციას და აღნიშნავს იმასაც, რომ მისი მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების, ანუ შიმშილობის ამ აქტის ადრესატიც არის ქართველი ხალხი. რა აქვს სათქმელი ელენე ხოშტარიას ქართველი ხალხისთვის? ის ახლა ტელეკომპანია ფორმულას მაყურებელს პირდაპირ ეთერში მიმართავს, მანამდე კი შევახსენოთ მაყურებელს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა თქვენ შიმშილობის გადაწყვეტილება მიიღეთ პარლამენტის შენობაში შიმშილობით წლების წინ, როცა ითხოვდით მიხეილ სააკაშვილისთვის ღირსეული სამკურნალო პირობების შეთავაზებას. თუმცა პოლიტპატიმრების რაოდენობაც გაზრდილია და ბევრი სხვა მიმართულებითაც მდგომარეობა გაუარესებული. თქვენ ისევ შიმშილობის გადაწყვეტილება მიიღეთ, რა არის მიზანი და რა მხარდაჭერას ელოდებით საზოგადოებისგან? პირველ რიგში მაშინ მართლა ჩემი მოთხოვნა იყო ქართულ ოცნებას მიმართული, იყო ელემენტარული ძალიან კონკრეტული რამე, რომ ადამიანი გადაეყვანათ. დღეს ქართული ოცნება არ არის ჩემი ადრესატი, იმიტომ რომ ისინი არ არსებობენ, ისინი რუსები. დღეს ჩემი გადაწყვეტილება არის უფრო ჩემი განაცხადი. სისტემა, რომელიც ადამიანებს კლავს, გავიხსენოთ ლექსო ლაშქარავა, რომელიც ადამიანების მშობლების სიკვდილს ცინიკურად ატარებს, როგორც არის ონისეს მამა, როგორც იყო ახობაძის დედა და ასე შემდეგ, ხო, მათ გონიათ ან დაჭერით ემუქრება, მათ გონიათ რომ ვიღაცა შეაშინებენ, ან დაჭერით, ან აი ამ სიკვდილით, ან რაღაცას საფრთხის შეგრძნების გაზრდით. ვერავის ვერ დააშინებენ და მე როგორც პოლიტიკური ერთ-ერთი ლიდერი და მანდატის მქონე ხალხისგან ვაცხადებ, რომ ვერაფრით ვერ შეგვაშინებთ და ერთადერთი თქვენთან ბრძოლის გზა ეს არის ქუჩაში ბრძოლა და ამიტომ მე გადავდგე ეს ნაბიჯი, რომ ქუჩაში მე ვიბრძოლებ მათ შორის ჩემი ჯანმრთელობის, თავისუფლების და თუ საჭიროა სიცოცხლის პასუხიც. ელენე, ალბათ ამ გადაწყვეტილებას მოყვება საერთაშორისო გამოხმაურებაც და პარტნიორების რეაქციაც არის ის ფაქტორი, რომლის გათვალისწინება შეიძლება მოუწიოს ბიძინა ივანიშვილს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების დროს. ამ მიმართულებით რა ზეოდეთ? მე ვიცი, რომ ერთ-ერთი რაც მოუწევს ივანიშვილსაც და ჩვენ პარტნიორებსაც არის ჩვენი ხალხის ბრძოლის გადაწყვეტილება. ტრამპი ვერ იბრძოლებს საქართველოს ნაცვლად, მაკრონი ვერ იბრძოლებს საქართველოს ნაცვლად, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. თუ არ იბრძვიან პოლიტიკოსები, თუ თავს არდებენ პოლიტიკოსები, სხვა ვერ დადებს თავს და ჩვენ ნახეთ, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა თავი დადეს და არიან დღეს ციხეში, მათ შეეძლოთ მარტივად რომ მისულიყო კომისიას და არ იქნებოდნენ დღეს ციხეში, ამიტომ მეც ვაცხადებ ამ ტიპის ბრძოლას, დიახ, ყველაფრის ფასად რეჟიმთან ბრძოლა, იმიტომ რომ ესენი არის რუსები და 1921 წელს, როდესაც ორჯონიკიძე შემოდიოდა, მაშინ ჩვენ რომ არ წავსულიყავით და დამდგომოდით მათ წინააღმდეგ, არ დავკარგავდით ამდენ წელს. დღეს დავდგებით, საერთაშორისო მხარდაჭერას ბევრად მეტი გვაქვს. ხალხის ბევრად უფრო მტკიცე არის, ამიტომ მე ამ გადაწყვეტილებით მინდა გაკეთდეს განაცხადი, რომ დიახ, ეს ის მომენტია, როდესაც ყველაზე კრიტიკული და გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ერთსაც დავაზუსტებ, თქვენ ალბათ რჩებით რუსთაველის გამზირზე. მე რუსთაველზე ვიშიმშილებ, ამასაც დავაზუსტებ, იმიტომ რომ დარწმუნებული პოსტივი რაღაცებს მოიგონებს და იმედი, წყალი, ბორჯომი, ყავარი ერთ-ერთი საშუალება, რაც მე მივიღებ და თუ გავედი, გავალ ხოლმე ჰიგიენური რაღაცების გამო მაქსიმუმ ძალიან ცოტა ხანი. დანარჩენი აქ ვიქნები. მადლობა უსმენთ ელენე ხოშტარიას, ოპოზიციონერ ლიდერს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება რუსთაველის გამზირზე იშიმშილოს და ეს პროცესი გააგრძელოს იმ დრომდე, ვიდრე მიიღწევა მიზანი, რაც გულისხმობს ივანიშვილის ეგრეთ წოდებული მთავრობის ცვლილებას, ამ მიზნის მიღწევის ერთადერთ გზად კი ის წარმოიდგენს რევოლუციას და ამბობს, რომ შიმშილობის აქტის ადრესატიც ახლა არის ქართველი ხალხი. სწორედ ქართველი ხალხისგან ელოდება ელენე ხოშტარია უფრო მწვავე რეაგირებას რეჟიმის ანტიდემოკრატიულ, ანტიდასავლურ ქმედებებზე და ამ გზით წარმოიდგენს ამ რეჟიმის ცვლილებასაც. თავად ივანიშვილის ეგრეთ წოდებული მთავრობისგან კი ხოშტარია დარწმუნებულია, რომ ის ამ გადაწყვეტილებას შესაბამისი რეაქცია არ მოჰყვება. ის რჩება რუსთაველის გამზირზე და მასთან ერთად ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ გამზირზე პარლამენტის შენობის წინ არიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც უწყვეტად აპროტესტებენ უკვე მრავალი თვის განმავლობაში ივანიშვილის ეგრეთ წოდებული მთავრობის პოლიტიკას.